მშობლების მერე ალბათ ყველაზე დიდი დასაყრდენი, ყველაზე დიდი იმედი, ყველაზე დიდი ძალის მომცემი და ვერჩი მდგომი, რა თქმა უნდა, ჩვენი პატრიარქი. მე მადლობას ვუხდი მას ყოველი სიტყვისთვის, ყოველი მოქმედებისთვის, ვერჩი დგომისთვის. უპირველესად იყო ძალიან მშობლიური. თვითონ არასოდეს არ გაგრძნობინებდა, რომ ის იყო რაღაცა გარკვეული ავტორიტეტი, ხო, საქართველოში. ძალიან უშუალო, ძალიან მშობლი, ძალიან ჩვეულებრივი ყოფითი, აბსოლუტურად. ვერ იგრძნობდი, რომ შენს წინაშე იდგა უდიდესი ავტორიტეტი. უპირველესი რაც ესე იგი მე დავინახე აი პირველ შეხვედრაზე სიმშვიდე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი ნიჭი ღვთისაგან მოცემული, იმიტომ რომ 7 ადამიანისაგან ყოველთვის მოდის სიკეთე და გაწყნარებს უბრალოდ და სწორედ ასეთი იყო ესე იგი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კეთილმოსურნე იყო და ძალიან ისე, მაგრამ ეს ჩემთვის ეს მთავარი ეს სიმშვიდე, სულიერი სიმშვიდე, ესე იგი, რომელიც ჩამრჩა არა მარტო მე, ალბათ ყველას ვინ შეხვედრია მას. მისი უწმინდესობის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, აი, დიდ ბუნებოვნებობა რაში გამოიხატებოდა, რომ ადამიანს არასდროს არ ზღუდავდა. მის გარემოცვაში ადამიანი არასდროს არ იყო შეზღუდული, ანუ ხერხულად, იმიტომ რომ ის აძლევდა იმ თავისუფლებას, იმ კეთილგანწყობას გამოხატავდა, რომ ის ადამიანი განთავისუფლებული იყო თუ რაღაცა უხერხულობა და შემოჭრილობა ქონდა მასთან ურთიერთობაში, შეეძლო ყველაფრის მიხვედრა. დაგინახავდა, შემოგხედავდა და ხვდებოდა რა განსაჭიერი გაქვს. შეიძლება სიარულის მიხედვით მიხვდარიყო, როგორ ზიხარ, როგორ მოძრაობ, ყველაფერი შეეძლო ერთ წამში მიხვედრილიყო შენ სულიერ მდგომარეობას, შენ რა გიჭირს, რაში გაქვს, ასე ვთქვათ, რა პრობლემა გაქვს. ერთ წამში ხვდებოდა ამას. ასე მგონია, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი არ იყო, იმიტომ რომ მას განსაკუთრებული ენერგია ჰქონდა, განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა, განსაკუთრებული მადლი ჰქონდა და რაღაც აუცარ სიყვარულს ატარებდა. სიტყვები ვერ დაიტევს. იმიტომ რომ იყო ძალიან უშუალო, საოცრად უშუალო და იმდენად უშუალო, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ უწმინდესთან ერთად მაგალითად ვიმყოფებოდი. ეს იყო უნიკალური ადამიანი. ალბათ ეს სიტყვები ბერმა წარმოთქვა, მაგრამ ჩემში მართლაც იყო დიდი იმედის მომცემი. მე მღვთა ბედნიერება რამოდენიმე ოლიმპიადის წინ, როდესაც გუნდს ლოცავდა, ვიყავით მასთან შეხვედრაზე. და აიცით როგორი შეგრძნება იყო ცნემლები თავისით მომდიოდა, როდესაც რითი დავიმსახურე ამისთან ადამიანის კურთხევა, რომ აი ლოცავდა. აი ამ დროს ცნემლები თავისით მოდიოდა, არ ვიცი რატო. რომ ვიძახდი, რომ მე რითი დავიმსახურე, რომ ასეთმა ადამიანმა ხელი დამადო, შემეხო და დაბლოცა. ამჟამად ილია ჭავჭავაძე მუშაობ დოკუმენტურმა ფილმის სცენარზე და არ შემიძლია არ გავაკეთო ესეთი დაკავშირება ილია ჭავჭავაძის და ილია მეორეს შორის, რომ ილია მეორესთვისაც და ილია ჭავჭავაძესთვისაც ერის გამთლიანობა ყოველთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სხვანაირად ერი ვერ მიაღწევდა ვერანაირ წარმატებას. რამდენი შვილმკვდარი დედა ეყრიდა მასთან თავს, რომლებიც იცით როგორ მივდიოდით სასოწარკვეთილები, რა თქმა უნდა, სრულიად განადგურებულები და თავაწეულები მოვდიოდით იქიდან. ისეთი ნუგეშით, ისეთი სიტყვის ძალით. არ ვიცი მე, რომ არა პატრიარქი, რამდენი დედა შევეწირებოდით შვილებს. ალბათ ძალიან ბევრი. მაგრამ იქიდან წამოსული მერე შენ ხდებოდი სხვისი ნუგეში. სხვა გაჭირებულის, ვინც ვერ აღწევდა თქვათ პატრიარქამდე.
ძალიან ლამაზი თვისება იყო ეს. მან ესე აი გვერდიდან ესე იცოდა ხოლმე შემოხედვა. აი პირველ შეხვედრაზევე მომხვდა ეს თვალში, ესე შემომხედა, ამხედა, აი პირველად რომ ნახა და ყოველთვის ასეთი იყო. ესე იგი და ალბათ ბევრს დაამახსოვრდა ვინც შეხვედრია პირადად მას. ჩვენი ურთიერთობა იყო დიალოგი. ძალიან ხშირად ვიხსენებდით ძველ ტერმინოლოგიას მოხეურ ძველებურ ტერმინებს და მოკლედ ძალიან ხალისობდით ამაზე. აი წარმოგიდგენიათ რა საუბარი იყო ჩვენ შორის, ყოველთვის ვიხსენებდით რაღაცა ჩვენ წინაპრებს, მერე ჩვენს ოჯახებზეც ყვებოდით, ძალიან ბევრ რაღაცებზე, ჩვენს ადათ-წესებზე, ჩვენს ენაზე, ჩვენს ისტორიაზე და კიდე სხვა რაღაცებზე, რა თქმა უნდა. ძალიან ისეთი ჩვეულებრივი დღევანდელ დღეზეც მეკითხებოდა ხოლმე რაღაცებს და ასე ძალიან ისეთი დიდი იუმორის პატრონი იყო, უდიდესი იუმორის პატრონი და ეს რა თქმა უნდა კიდევ მოწმობს მის ძალიან დიდ ნიჭიერებაზე. იმდენად ბევრი რამ მივიღე მე ამ ურთიერთობებისგან, მის უწმინდესობასთან. ეს იმდენად ჩემთვის გარდამავალი ეტაპი იყო, თქვა, აი გამაცოცხლა ფაქტიურად შეიძლება სულიერადაც, გონებრივადაც, ფიზიკურადაც, ეს იყო მეორე ეტაპი და ეს პირადად მისი უწმინდესობის დამსახურება და ყოველთვის მისი უწმინდესობის უსაზღვროდ მადლიარი ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება. ამიტომ მე ეს არასდროს არ დამავიწყდება, რომ მე ყველაზე ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს მის მოუწმენესობამ დახმარების ხელი არ გამომიწოდა. პირიქით, აი რო იტყვენ აღმაზევა, რასაც ქვია, აი ჩემი გაჭირვებიდან სადღაც აი ზედა წერტილში, რომ მომცა უფლება და საშუალება, რომ სახარებაზე მიმუშავა. ყოფილიყავ მის რეზიდენციაში და მის რეზიდენციაში მემუშავა. დავსწრებოდი წირვა-ლოცვებს ყოველ დღე. ეს იყო ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დიდი სტიმული. მე მახსენდება მასთან გატარებული დრო და აი ეცით რა შევადარებ რაღაც სასწაულს დრო ჩერდებოდა. მართლა არ არსებობდა დრო მაშინ იმიტომ რომ რაღაცა განსაკუთრებული მსხივი და მადლი სუფევდა ჩვენ შორის. მე არ დამავიწყდება ერთი, ჩემი დაკვირვებით ერთ პატარა დეტალზე ვისაუბრებ, როცა საუბრობდით ინტერვიუს დროს, კითხვებს რო უსვამდი, ასეთი რეაქცია ქონდა ხოლმე. სანამ პასუხს დაეწყებ და ძალიან ღრმად ამოისუნთქავდა. მე ესეთი ამოსუნთქვა არავისგან არ გამიგია. თითქოს ამოხრა იყო. და გზნობდი რომ ამ ამოსუნთქვაში მთელი ის ემოცია ჩადო, რაც იმ შეკითხვას უკავშირდება და აი ესეთი ამოსუნთქვების დროს მე თითქოს ხედავდი რამდენი რამე აქვს ამ ადამიანს გულში დარჩენილი, შეიძლება გულნადგენი იქნებოდა რასაკვირველია სამწუხაროდ გულს მასაც კი სკენდნენ და აი ეს მე დამამახსოვრდება მთელი ცხოვრება რომ ჩვენ ალბათ არ ვიცი ყველანი ბედნიერები ვართ ვისაც ეს თუნდაც ესეთი პატარა შეხება ქონდა როგორც მე იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი რაც მის მოუწინესობამ დაიწყო და ესე რაღაცნაირად დააყენა. ამ არხით ხომ ეს გაგრძელდება საქართველოს სასარგებლოდ და ქართველების სასარგებლოდ ეს ყველაფერი. ეს არის იმედი, რომ ჩემი ქვეყანა იარსებებს და გაბწყინდება. აი ეს დამიტოვა და გვიყვარდეს ერთმანეთი. მის სიტყვებს ვიმეორებ, სხვას არაფერს. ოღონდ ეს დავამტკიცოთ საქმით. ის ყოველთვის, რა თქმა უნდა, იქნება და ასეთი ადამიანები რაღაც ძალიან დიდი წყალობაა. ყველას დაუტოვა დიდი სიმდიდრე. აი ეს სითბო, ის სიყვარული, რომელსაც აფრქვევდა, რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყო. ყოველთვის, ესე იგი, თხოვდა რომ არავინ არ გაბრუნებულიყო უკან. ყოველთვის ყველას აძლევდა სიყვარულს, დიდ ძალას, დიდ ენერგიას. და რა თქმა უნდა, ეს სიყვარული არსად არ ქრება. რაღაცას რო შევეჭვდებოდი, რაღაც შენ შეგიძლია.
ეს სიტყვა იმდენად შთამაგონებელი იყო და ალბათ მარტო მე არ მეუნებოდა, ალბათ ამას ყველას ვისაც ეკუთვნოდა, ეუბნებოდა, შენ ეს შეგიძლია და უნდა გააკეთო. ანუ მე ვალდებული ვიყავი როგორც ერის წინაშე, ესევე ეკლესიის, ქართული ეკლესიის წინაშე, რაც გავაკეთე და მე ბედნიერი ვარ, რომ უფალმა მომცა ამისი საშუალება, რომ მე მოღვაწეობდი როგორც საერო მუსიკაში, ასევე საეკლესიო მუსიკაში, რა თქმა უნდა, პატრიარქის დიდი ხელშეწყობით და დიდი რჩევა დარიგებით. კარგია რომ ყავდა ილია მეორე და მე მგონი ყავს კიდე რაცა ის არასოდეს გაქრება. აქ იქნება მუდამ. გვიყვარდეს ერთმანეთი, რა უნდოდა იმას, ჩვენგან მეტი არაფერი არ უნდოდა. ის ყველასთვის იყო და ჩვენგან არაფერს ცხოვრობდა. თითოეული მისი სიტყვა ჩვენთვის იყო, როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა მოიქცე და რა უნდა აკეთო. გულზე გვეწერებოდა ყოველი მისი სიტყვა და მე ვფიქრობ, იცით, არის დღეს ის დრო, რომ ეს გულზე დაწერილი მისი სიტყვები გამოვიყენოთ.